გამარჯობა. დღეს არის 18 მაისი. შესაბამისად, დღეს არის გამორჩეულ ჯენტლმენთა მსვლელობა. იგივე Distinguished Gentleman's Ride. წავიდეთ და შევუერთდეთ ამ მსვლელობას და წაგიყვანთ მე თან. ნახოთ რა იქნება. ყოველ წელს ტარდება ეს მსვლელობა და ემსახურება კაცების თვითმკვლელობის საწინააღმდეგო მსვლელობა არის და ასევე პროსტატის კიბოს, ვისაც ჭირს კაცებს, იმათთვის გროვდება დონაციები და შემდგომში მერე გადაეცემათ ამ ხალხს, ვისაც ჭირდება კიბოს გამკლავებისთვის. ძალიან კარგი და ესეთი სასიამოვნო მსვლელობა არის თავისი იდეით. ყველამ ვიცით ეს სასიზღარი დაავადება, როგორი ბოროტი და დაუმორჩილებელი არის და ამიტომ რითიც შევძლებთ კარგია რომ დავეხმაროთ ხალხს. თანხა იქნება თუ გვერდზე დგომის ჩვენება თუ რა. ეხლა მივდივარ რომ შევხვდე ახალ ჯგუფში გამაწევრიანეს ტრიუმფების. პირველად ხვდები ეხლა ამ ხალხს და მაინტერესებს. ტრიუმფი არის მთავარი ბრენდი, მე მგონი კი არა. ტრიუმფი არის მთავარი ბრენდი, რომელმაც ეს მოძრაობა დაიწყო და საიდანაც წამოვიდა ზოგადად. ესეც ეს შევიკრიბეთ და ავდივართ. პატარა სკრემბლერი. არ ხურდება? მოდი ესე ვინაბარებ. არ ხურდება? სიცივეშიც. ზუსტად ინფლუენსერები ვით გაიცინეთ. აი ერთ ხტონში, ერთ ხმაში, ერთად დაიწყეთ, ერთად მორჩით საღოლ. ანუ მაგას ჭირდება ნიჭი რა. აი, ტიკიდან ზეუტავს. ხო და რატო არ ცხელდება? არც ივდება თან ეგეც არის. ზამთარში იგივე ერთი არის, ბატარიკას არ ინძრევა. უფრო მეტი კუთხე აქვს. უფრო მაღალი, ანუ გაშლილი კუთხე აქვს. უფრო მეტი და ხო დანარჩენი ფერები აქვს 32 ბიტიანი ისა აქვს რა ქვია. პლუს DJI უკავშირდება პირდაპირ ამას. და ამაზე მიდის. კლაფები და ყლეობები. ხო, არა, აქ ეგრევე. დაჟე შეგიძლია რომ თავზე დაამაგრო კიდე ეს. ეგ მეორე ვერსიაა, ხო, DJI-ს? ხო. ეს პირველი. ის არის. დიზაინში იქნება სხვა დანარჩენი იგივე. ანუ რა ალბათ რაღაც noise cancellation და რაღაცა. ხო, მაგრამ მე არ ვხმარებ საერთოდ noise cancellation-ს. გარემო პირიქით რომ შემოდის. noise-ი გაქვს დაწეული დაბლა, ხო? просто ამის noise ვუწევ 12-ზე ვაყენებ მინუსზე და იმას აღავხთავ რა და გარედან შემოსული ხმაც უფრო მე რაღაცნაირად იმაში ხარ. იქ ხარ რა და არა მარტო შენ არ ბაზრობ რა. ხო, ეგ ვერ გავაკეთე წესიერად, ხმა ვერ ჩავიწერე, იმიტომ რომ ჩემი მოტოციკლი ძალიან გრუხულობს. ხო. და აი ძალიან ლაპარაკში მიშლის ძალიან ხელს. უნდა იმას ქნა რა ქვია რა. უწყებანდაც შენ სავარაუდოდ დეციბალებს. კი, ხო. მაგრამ მაინც ხო? მაშინ კიდე რამე უნდა წამოაცვო. ჩვენი მეგობარი ჩემი აზრით მაინც უფრო GoPro-სკენ იხრები, არ ვიცი რატო ეთყობა აი რაღაცა და სამაგრი კიდე თავარი რაც არის. სამაგრი აქვს, ამას ძალიან კაი, ნახე? სამაგრი ამასაც ეგეთი აქვს. ეს თავისია. ხო, მაგრამ ეს გამოზდის. და უნდა შეურჭოდა იმას ხმა. მე უნდა მივიდე. პროსტაც კარგ დავადო. მაშინ ეს. რამიეც ამაში. 1200-ია. რეპაბლიშდები დევს DJI-ზე ეგ შენათხები $150. ზოგ შეიძლება ქონდა ეკრანი გატეხილი და შეუცვალეს და ეხლა ვფიქრობ რომ კიდე ერთ სამი უეჭველი. შენც უთხარი რომ იგივე დევს eBay-ზე რეპაბლიშდები. არის ძმა, რამდენი ძბინდა. ძალიან ნახავს. დევს $100. არის ხო? არა, არის ძმა. რეპაბლიშდები დევს. სხვის ბაიქს ფექსტოვადებ ეს არ არის.
იზრუნოთ. უკანას დისკი შეხედე წინა დისკი. წინაც. ამას შეხედეთ პროსტა რა არის. ფიშთეილებიც ყველაფერი. ვაიმე. მიდი და აღარ მოგინდეს ისევ კრუიზერი რა. იტოში უნდა უყურო. დადგე და უყურო რა. მაგარია. ესეთი იყო და რაღაცეები შეამატა თუ ნელ-ნელა რაღაცეები გააკეთა? არა, ხო აი, მაგალითად უკანა დისკი გამოიწერა, წინა დისკი გამოიწერა. ეს არის 10 დღე შეღებილი ხა რა. ეხლა ხო რეალურად შავია. ხო. და მზეზე ნახე წითელი იჩი. ფლიკები აქვს, ხო. ძალიან სილამაზეა რა. ძალიან. Chicano. ესე ხა ვივლით ქალაქში. სად მივდივართ, როგორც მივდივართ. აზრზე არა ვარ. მაგრამ ძალიან კარგი არის ამდენი მოტოციკლეტის ერთად ნახვა, თან რა ლამაზი ბაიკები არის.
გაუშვათ მანქანები, გადაუკეტოთ. მოვედით თეგეტაში. ჩიხები. აი ეს უნდა დავათვალიერო. მეც. აი old school junkie. გამარჯობა ბატონო სიმონი. როგორ ბრძანდებით? შენივრა თავად როგორ გეკითხოთ? კარგად, კარგად. მუშაობაში ხო ხედავ? კი, ვიღაცა ხონა გადაგიღოს თქო ვიფიქრე. ვიღაცა მეცხოდა გადავიღოს. მოვედი სამაგის. როგორ აშები, როგორ მიდის საქმე? აი, ნელა. თავარია მიდის. კი, ძალიან ნელა, კურსნა ბიჭებით, მაგრამ მომეწონა ისა რომ ეს ამბავი რომ საერთოდ წამოწყებული არის საქართველოში და ჩვენთან რო ხდება, ან ასწორებს რა. მნიშვნელოვანი საქმეა. ცნობიერების ამაღლება იმ საკითხთან დაკავშირებით. აი პროსტატის კიბოზე იყო საუბარი კაცებში რა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ისეთი მენტალობა გვაქვს ზოგადად, რომ აი ექიმი არის, კიდე თუ მიგიტანე. შენ კი არ მიდიხარ, და მიგიტანონ ექიმი. ყველაზე ბოლოს მაგას შვები. ხო რა და რაღაცნაირად ერთმანეთს უნდა შემოუძახოთ, რომ კაცები ვართ, ჯიგრები ვართ და ექიმთან დავდივართ. და თავს მოვვლით არ ეხავს. მაინც კაცი ვარ და ვაფშე არ ეხავს. თან ისიც კაია, რომ აი
ეხა ქალაქში დავდიოდით, ხალხი ხელს გვიქნევს, გვიღიმის რაღაცა. ეგ ისედაც, დადებითად რჩებათ რა. უბრალოდაც რო შევიკრიბებით ხოლმე და ჩავივლით, ეგ ემოცია ისედაც არის და ეგ უკვე ბედაშერი, აი, ეს კამერა რო გიჭირავს, ეხა ეგ არის ჩვენი საქმე, რომ რამენაირად ხალხს ვაშვეროთ, რომ ეს არ არის რა, რა ვქეთ, ცუდი ბიჭების საქმე და რაღაცა ხო, ფილმებში არ ვცხოვრობ, რა კაროჩე. კარგია, მოკლედ. აი, ჩაირთოთან. ცუდი ბიჭების არხი გამოიწერეთ. სიგონას არხიც გამოიწერეთ. ძალიან მაგარი სიმღერა. აუ, თეთრი როგორი სექსუალური არის. ო, ეს ხო გამძვრა ერთი მოტოციკლეტზე და ვეღარ ვიპოვე და ეს საათ ეგანასო შევიხედე, ეგ არის? არა, ეს მეორე. როგორი შეგრძნება არის, აბა? ამის ჩამაძა. ბურგერიც გაიყო. რა ისე, აი ამას იყიდი და გეგონება კატლეტი და რეალურად ყველიაში. ეგრე გატყუებენ და უნდათ შენი გავეგანება. და არა, გავეგეტარიანელება. კიდია ხორცი მოყარს გიჟივი. ცოცხალ ღორს შევდა. გაქცეულს. მოკლედ ესეც ესე ჰელმეტარიუმში გრძელდება დღეს, მაგრამ მე საქმეები მაქვს, ვეღარ დავრჩები ჰელმეტარიუმში. ძალიან კარგი დღე იყო. კარგი ემოციებით დავიმუხტე. ხალხიც გავახარეთ, ჩვენც გავიხარეთ. მადლობა ყველა ორგანიზატორს, სპონსორს, არ ვიცი, ყველას მადლობა და წინ უფრო და უფრო კარგი რაღაცეები უნდა ხდებოდეს სულ. რამოდენიმე პატარა ინციდენტიც მოხდა. ვიღაცაები კარგად დაიმტვრნენ, ვიღაცაები პატარა ნაკაწრებით გამოდრნენ. ცოტა სახიფათო არის აი ამდენ ხალხში სიარული. თან ცოტა რაღაცნაირად თავი უნდა აკონტროლო, წყნარად იარო. ხო და აი ამდენ მოტოციკლეტს რო ხედავთ, გინდება რომ რაღაცეები აკეთო, მაგრამ არ არის ეგრე. ამ ხმაურში ვიბრაციაში და იმაში რაღაცნაირად შენც გინდა რომ რაღაცა იგიჟო, მაგრამ არ შეიძლება რა. ძალიან სახიფათო არის რა და არავის გვაქვს მეორე სიცოცხლე ამ ცხოვრებაში. სხვა ცხოვრებაში შეიძლება გქონდეს კაცმა არის. ამიტომ წყნარად და შვიდად მეორე მესამეთი დავდიოდით, მთელი ქალაქი მოვიარეთ მეორე მესამე სიჩქარით რა. ესეთი რაიდების კიდე ერთ დიდი პლუსი ის არის, რომ ქალაქში შეიძლება არ გვხვდებოდეს ბევრი ბაიკი და ვერ ნახულობდე რა, მართლა ვის რა ყავს, რა დადის. აი დღეს მაგალითად ისეთი მოტოციკლეტები ვნახე, რომლებიც არც კი მეგონა თუ საქართველოში იქნებოდნენ. ხალხიც გავიცანი, რაღაცა უფრო გაახლოებს ამ შენ მოტოსფეროსთან და კულტურასთან და ძალიან ასწორებს ეგ რა. ძალიან კარგი არის. ცოტა დავიღალე ნელასიარულით, ძალიან ცხელოდა თან და ეს ჩამული ზემოდან რაღაცა პიჯაკით რო ხარ, მე პერანგი გავიხადე და მაიკით დავრჩი, მაგრამ მაინც ცხელოდა ძალიან, მოტოციკლეტებიც ამ ნელასიარულში გახურდა, თან ამდენ მოტოციკლეტში რო ხარ, ჩათვალე რომ რაღაცა ფეჩებს შორის დადიხარ და ცოტა დამღლელი იყო ეგ ყველაფერი. მე თან მით უმეტეს სიცხეს ვერ ვიტან რა, არ მიყვარს. ეს დანარჩენი საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ და კარგია რა, მოკლედ რა. იმედია რაღაცა გადავიღე და გამოვიდა რაღაც რამე. ისე რაღაცნაირად დროს ვეღარ ვნახულობ ხოლმე, რაღაც სერიოზული საქმეები მაქვს და ვეღარ გადავიღე მოტოციკლეტების განხილვა არა და ძალიან ბევრი კარგი მოტოციკლეტი მელოდება და ცოტა ხანში შემოგთავაზებთ მაგ ყველაფერსაც. აბა დაგემშვიდობებით და დროებით.